მე მინდა წითელი. დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში. მე მინდა წითელი ღვინო მეთქი ასე უთხარი ჩვენ სტუმარს. მაყურებელი ალბათ ხედავს ჩვენ სამზარეულოში რა ხდება დაიტვირთა. ეს არის საქველმოქმედო კავშირის თემის პრეზენტაცია იმართება დღეს საღამოს 6 საათზე ქარვასლაში. მათი წარმომადგენლები ჩვენთან სტუდიაში არიან. მინდა გთხოვო რომ წარად. გაიმართება პრეზენტაცია ძველ ქარვასლაში, რომელიც მდებარეობს სიონის ტაძრის. ძალიან კარგი რომ დააკონკრეტე. სტუმრები წარადგინე და შემდეგ დეტალებით გვაინტერესებს. ესე იგი ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან თინიკო პაპუნაშვილი, თემის მცხოვრები, ტატიანა ტროფიმჩუკი, თემის მართვის ჯგუფის წევრი და ასევე ზურაბ მირზიკაშვილი, თემის მართვის ჯგუფის წევრი. დიდი მადლობა. საკუთარ საინტერესოა რა პროდუქცია მოგიტანა. აი, ახლა ვისაუბრებ დეტალურად. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია როგორც მე ვიცი. კი, იმიტომ რომ თავადად აწარმოებენ, ხო? კი, ამას ყველაფერს რა პროდუქტი მოგყავთ, მოდით გითხარით, როგორც მოხდა ბოსტნეული გაქვთ, ღვინო გაქვთ, ყველაფერი თქვენი გაქვთ. კი, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 23 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც მოყვავს ჩვენი ორგანული პროდუქტები. აქედან სადღაც 7 ჰექტარზე, დაახლოებით 7 ჰექტარზე გვაქვს ორგანული ვენახი, ეს არის ქაწითელი და საფერავი ჯისის ყურძნები, საიდანაც ვაკეთებთ საფერავს და ქაწითელს ღვინოს. ეს ღვინო არის ორგანული, გვაქვს ქვევრების მარანი და ასევე შემდეგ ეს სად ვრცელდება? რეალიზაცია ნაწილი იყიდება თბილისში რამოდენიმე სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიაში და ნაწილი გაგვაქვს ექსპორტზე. ეს რაც შეეხება დაუშვათ უთხრათ სად იყიდება, რომ დაინტერესებულ პირებს შეელოთ კი, რა თქმა უნდა, რამოდენიმე ადგილას, ესე იგი თბილისში ერთ-ერთი მაგალითად ღვინის ბარი ძალიან ცნობილი ვინო underground რაც არის ასევე ეს რაც შეეხება ღვინოს, მაგრამ რაც შეეხება ბოსტნეულს სხვა პროდუქტს, ანუ მათი რეალიზაცია ხდება? ჩვენ თვითონ თემში ცხოვრობს დაახლოებით 100-მდე ადამიანი. ჩვენ თვითონ გვაქვს ძალიან დიდი ტერიტორია, მაგრამ ჩვენი მოხმარება არის ასევე საკმაოდ მაღალი. ამიტომ ჩვენ პროდუქცია რაც მოყავს ძირითადად ჩვენთვის ვიყენებთ და თუ გვაქვს რაღაც ჭარბი წარმოება, ამ შემთხვევაში უკვე ვყიდით. მაგრამ ძირითადად ჩვენ ვიყენებთ. მე მინდა ავხსნა და მაყურებელსაც ავხსნათ, ბუნებრივია, რა არის რეალურად საქველმოქმედო კავშირი თემი. დებარეობთ სოფელ გრემში. კი. როდის შეიქმნა? კახეთში, ხო? კახეთში, კი. და მთავარი მიზანი, ვინ არიან ამ თემის წევრები? დარწმუნებული ვარ, ძალიან ჯანმრთელები. აბა, თუ ამით იკვებებიან და როგორ შეიძლება ჯანმრთელები არ იყვნენ? ხო, საინტერესოა, როდის შეიქმნა ეს თემი? საქველმოქმედო კავშირი თემი დაარსდა 1999 წელს. 90 წელში შევიძინეთ მიწის ნაკვეთი ეს გრემში და სახლი, ძველი სახლი, თითქმის განადგურებული და 91 წლიდან უკვე თემს ყავდა პირველი მაცხოვრებლები. ეს იყო 5 ადამიანი, სულ რაღაც. სამიზნე აუდიტორია შეიძლება კი, თემის კი მაცხოვრებლები შეადგენენ ძირითადად დიდი უმრავლესობა არის შეშემოპირი, ასევე არიან მარტოხელადედები არიან, უსახლკარო ადამიანები, მოხუცები, ბავშვები. კი, ეს არის თემი, რო წარმოგიდგენთ პატარა თემი, რომელიც არის 23 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, ერთმანეთს ეხმარებიან იმით, რაც სხვა ადამიანს არ შეუძლია. ესე იგი, თავიდან იყო 10 ადამიანი? თავიდან იყო სულ 5 ადამიანი, აქედან 2 იყო ინიციატორი, დამფუძნებელი, რომლებიც დღესაც იქ ცხოვრობენ და 3 ადამიანი, რომლებთან ერთადაც დაიწყეს ცხოვრება. და დღითი დღე იზრდება თემში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა და ეს ადამიანები აქტიურად არიან ჩართულები იმისთვის, რომ ეს ბიოპროდუქტი თავიანთი ხელით მოიყვანონ თუ შეიძლება. აი, ლამაზი სურათი მეხატება, როცა წარმოვიდგენ მე ამ ყველაფერს. ხო, თემის წევრობა მინდა. ხო, რაღაცა ყველაფერი ჯანსაღია, კარგია. მოძიება თემის ახალი წევრები. თემი არ არის სტანდარტული პროცედურა, რომლითაც ადამიანები ხვდებიან თემში. ხო, თემში ვინც მოსულა, ჩემი მისვლის ისტორიაც ესეთი იყო, მე თან მოხალისეთ ჩავედი, თავიდან 2 კვირით, როცა ვიყავი სტუდენტი და მუშაობდი ბარმენად და ვერ წარმოვიდგენდი, რომ როდისმე შეიძლებოდა როგორ გაიგეთ არსებობის თემის არსება? უბრალოდ მეგობრებისგან. ხო, აი, თინიკო არის თემის მაცხოვრებელი და საინტერესოა. სხვა გადმოვინოს სულ ბარემ თქვენთან. იცი რა, ღვინოს დავასხამდა ისევ. და დავაგემოვნოთ. თინიკო, შენ ხარ თემის მცხოვრები, საინტერესოა, როგორ მოხვდი ამ თემში? ანუ რა ცხოვრებიდან აღმოჩნდი აქ? რა გზა გაიარე? 14 წლის ვიყავი, თემში როცა მოვედი, პირველი ბავშვი მოიყვანე 6 თვის და მას მერე უკვე 8 წელია რა ცხოვრობ თემში. და ამდენად მოგწონს აქ ცხოვრება? აპირებ თუ არა რომ დატოვო ეს თემი და გადახვიდე სხვაგან საცხოვრებლად? არა. ხო და მე მაინტერესებს, დავუშვით მეგობრისგან გაიგო, მაგრამ ინფორმაცია როგორ ვრცელდება ამ თემის არსებობაზე? ჩვენ საიტი გვაქვს და ასევე Facebook-ი და სოფელში, გრემში და NSL-ში და ყველა
მსოფლები აქ გარშემო ჩვენს გარშემო ხო იციან თემზე და თუ ხალხი და სჭირდება დახმარება ზეპირ სიტყვიერათაც და ასევე მასმედიის საშუალებებით ხო ზუსტად დამაინტერესებს ისე აი ვინც მოდის სულ რჩება თუ არიან ადამიანები მოვიდნენ და წავიდნენ ჩვენ გავთ მოხალისები გერმანიიდან მაგალითად და ისინი დარჩებიან ერთი წელი რა და ზოგიერთი მოხალისები არიან ასევე ქართველები უცხოელები ხო და ზოგი ცხოვრობენ რამე დრო და ეხმარებიან და ასევე გვაქვს ხალხი ვინც ცხოვრობს სულ კრემში ჩვენთან თემში ხო და ეს დაახლოებით 80 ადამიანი ხო და რა თქმა უნდა ზოგი მოდიან ზოგი სწავლობენ უნივერსიტეტში უკვე ზოგი წასულები სხვაგან ხო ანუ მე როგორც გავიგე ამ თემში არის ასევე უცხოელები გაწყვეტინებთ ვიწყებთ თეთრი ღვინოს დაგამოვნებას და ვაგრძელებთ შემდეგ წითელი ღვინო ხო, ანუ როგორც გავიგე, უცხოელებიც ცხოვრობენ ამ თემში, ანუ ერთგვარად საერთაშორისო თემია. ზუსტად. და რა პრინციპით ხდება? მაინტერესებს, რამდენად თავისუფალია მიღება ამ თემში და რამდენად თავისუფალია დარჩენა თემის ხო, აი საინტერესოა. ჩვენი მიზანი არის, რომ ხალხი ვინც ჩვეულებრივ საზოგადოებაში აკულტურული დროა, არ შეუძლიათ მაგალითად სამსახურის შოვნა, ან უბრალოდ სოციალურად დაუცველი. ხო, ზუსტად და ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენთან იცხოვრებენ და ასევე იმუშავებენ. ხო? ახლა რას ვაგემოვნებ? ეს არის ქაწითელი, ორგანული ღვინო, ქვევრში გაკეთებული და ასევე ქვევრში დაძველებული. ეს არის 2013 წლის ღვინო და საკმაოდ ძლიერი, 13% ხილად. საკმაოდ ძლიერია. ჯონმა იცის ნეტა გრემის შესახებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის სადაც ნამდვილ ღვინოზეა საუბარი, მით უმეტეს თქვენ აღნიშნეთ ვინო ანდერგრაუნდში, რეალიზაცია სადაც ხდება. კი, ვიცნობთ ეს. ბუნებრივია ეცოდება. დღეს კარგი თემა გვაქვს, თემის თემა გვაქვს და თემის თემა გვაქვს. კარგი. თქვენთან ერთად. გარდა იცით როგორ რა მაინტერესებს უფრო სწორად შეიქმნა თემი გასაგებია მოდიან ადამიანები რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა დახმარება იმისთვის რომ თვით რეალიზაცია მოახდინონ როგორია მათი ცხოვრება ისინი დილით იღვიძებენ მუშაობენ მიწასთან აქვთ ესეთი პირდაპირი კონტაქტი კიდევ რა ხდება და თუ არის რამე კანონიკა პლუს რომელიც უნდა თემის ხდება მიიღოს თემში მცხოვრები ყველა ადამიანი ანუ თემში როგორ დავიწყო კარგად. თემში მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ არავის იმის განცდა, რომ თემში მხოლოდ იღებენ რაღაც სარგებელს. კი ბატონო. ანუ ეს ბრჭყალებში რო თქვა, არიან მხოლოდ ბენეფიციარები. თემში მცხოვრები თითოეული ადამიანი ასარგებლებს თემს, ასევე იღებს სარგებელს და ასევე გასცემს. არ არის მხოლოდ მიემღები ამ სარგებლის და სიკეთეების, რაც თემს მოაქვს. ისევე ვარ ჩვენ ახლა მაგალითად როგორც დატი მე თინიკო ხო, ან ჩვენ მუშაობთ თემში, ჩვენ ვიღებთ რაღაც სარგებელს და ასევე გავცემთ იმას, რაც შეგვიძლია, ხო? ანუ არ არის მხოლოდ ცალმხრივია და არავის არ აქვს იმის განწყობა, რომ აი ჩვენ ვართ მხოლოდ სარგებლის მიმღები. იმიტომ რომ ძალიან ბევრს მუშაობენ ეს ხალხი, ძალიან ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ ვინც გვერდზე ყავთ, ადამიანი რომელსაც უფრო ნაკლები შეუძლია, ან უფრო მეტი შეუძლია, უბრალოდ შეუსონ ერთმანეთს ცხოვრება. ერთი შეკითხვა მაქვს, დაფინანსება საიდან გააქვთ? ჩვენ ნაცილად მხოლოდ პროდუქცია საკმარისია იმისთვის, რომ აი ამდენი ადამიანი უზრუნველყო საცხოვრებელი ყველანაირი დაახლოებით არის პროდუქცია შემდეგი მესამედი არის დონორები და პროექტები, რაც ძირითადად ჩემი პასუხის მგებლობა. მე მუშაობ საერთაშორისო დონორებთან და პარტნიორებთან და გვაქვს პროექტი. უცხოელი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა და ჩართვა ამ პროცესში. ხო, მაგრამ მე თვითონ მოხალისე ვიყავი და მოვედი პირველად საქართველოში თემში, ხო? სწავლობდი ვიყავი სტუდენტი ოქსფორდში და იქ იყო პროგრამა და ჩამოვედი ზაფხულში 2000 წელს, ხო? და ამის მერე უკვე აქ მუშაობ და ვიცი ზოგი გზები როგორ უნდა ხერხი როგორ უნდა მოიზიდო ხო და მუშაობთ ყველა ერთად და გამოდის ამ წელს გვაქვს რამდენიმე პროექტი და ძალიან გვეხმარება და ბოლო მესამედი არის თავრობის დაფინანსება სახელმწიფო კი აფინანსებს დაახლოებით 1/3 ადამიანებს ჩვენთან მაცხოვრებლებს ეხმარება ძირითადი საჭიროებებით. ეს არის რაღაც თანხა, რომელსაც თითოეული ადამიანი იღებს ყოველდღიურად. კი და ეს არის სახელმწიფოს წვლილი. მაგრამ
ძირითადი 70% ვინც არის ადამიანების, ისინი თავის, ანუ თვითონ თავიანთ შრომით ირჩენენ თავს, ასე ვთქვათ. ესე იგი, თქვენ გაქვთ ვენახები, გაქვთ ცაცურები, დაახლოებით წლის განმავლობაში რა რაოდენობის ყურძენი, რა რაოდენობის ღვინოს მიიღებს და მაინც დავაკონკრეტოთ ისევ რეალიზაციის პროცესი, ხო? ჩვენ ვაკეთებთ დაახლოებით 30,000-40,000 ბოთლ ღვინოს ყოველ წელს. ჩაგმოვდით და ეს არის ჩვენი, ანუ თითოეული ეს არის ბიზნესი, რაც თემში იქმნება, კი, ეს არის სოციალური საწარმოები. არის ჩვენი სოციალური მეწარმეობის ერთ-ერთი სახე, მაგალითად, ასე გვაქვს სადურგლო, რომელიც არის საკმაოდ ძლიერი და სადურგლო სახელოსნო, სადაც ვაკეთებთ ყველაფერს. აი მაგალითად, ფანჯრები, ქარები, ავეჯი, ყველაფერი რაც სჭირდება ჩვენ თემში, ჩვენ ვაკეთებთ ხოლო თემში თუ შემიძლია მე შევკვეთო და ჩემთვისაც გაკეთდეს. რა თქმა უნდა. ასე კი. ესეც არის შესაძლებელია. კინის ნაკეთობები, ასევე ბლოგი, მშენებლობა, ყველაფერი კეთდება. თქვენ ბრძანეთ, რომ მასმედიის საშუალებებით არის ამის ინფორმაცია, სხვათა შორის აქ რო არ მობრძანებულიყავით, რეალურად არ მეცოდინებოდა. მეც არ მეცოდინებოდა ნამდვილად. იცი რა მაინტერესებს? მართვის როგორი სისტემა გაქვთ? არსებობს თუ არა ხელმძღვანელი ადამიანი, მენეჯერი, რამდენად თემური წყობილია? რომელიც საქმეს ანაწილებს ადამიანს. და როგორი კანონიკა აქვს? ვისაც რას უნდა, იმას აკეთებს. რა თქმა უნდა, არის საქმე, რომელსაც სჭირდება ორგანიზება. ხო არიან ორგანიზატორები, მაგალითად ბოსტანი აბარია ერთ ადამიანს გვაქვს ასევე სათბურები, კი რომელიც აბარია მეორე ადამიანს, არის სხვა რაღაც სადურგლო სახელოსნოში მუშაობა აბარია სხვას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რაც ჩვენ არ ვიცით, აი სადურგლო მაგალითად ახლა გავიგე ვიცოდი რომ პურს ვაწყობთ ასევე. აი პური არის აქ ჩვენთან. პური იკარი და ასევე სამრეცხაო გვაქვს, იმიტომ რომ სჭირდება როგორც თითქმის 100 ადამიანი და სწორედ ეს იქნება ალბათ ქარვასლაში ამ პრეზენტაციაზე ალბათ ეს ადამიანები ვინც მომზადებიან ამ ყველაფერს გაიგებენ. ვისთვის არის ეს პრეზენტაცია? რაღაც სამიზნეობარი. აი ძალიან კარგი. უკვე 2 თვე ამ ივენტზე მუშაობთ და რა მიზანი იყო რომ ჩვენი წარმოების პოპულარიზაცია რომ ხალხი გაიცნოს თემი და რას ვაკეთებთ თემში. და ასევე ახლა ვიწყებთ ღვინის თურები და დეგუსტაცია და ამაზე გვინდოდა რომ ხალხი ნახოს. მაგრამ ამ ივნისის 13 ივნისის მერე ჩვენ გადავწყვიტეთ რომ რაც პროდუქცია რაც გახვიდეს ამ გამოფენაზე იქნება რომ მივცეთ ამ სტიქიის დაზარალებას. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია. თქმა უნდა. და ამით ის შეიცვალა ჩვენი მიზანი ამ ივენტის ხო, ეს მიზანი. ყველაფერი 13 ივნისის შემდეგ შეიცვალა, ხო? პროდუქციის სახით მიცემთ გამარჯვებულებს თუ თანხის შემოსული თანხის. ჩვენ გვეგმავდით უკვე დაახლოებით 2 თვე. მაგრამ იქიდან გამომდინარე ბოლოს ეს უბედურება მოხდა თბილისში. თემში ყველა სუხარია თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ. რომ აქ ამ გამოფენიდან შემოსული არის გამოფენა გაყიდვა კიდევ ერთხელ გამოფენიდან გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაიქცა მთლიანად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. სამომავლო გეგმები როგორია? თქვენ აღნიშნეთ რომ ბევრი პროექტი ხორციელდება სწორედ საქველმოქმედო კავშირ ზუსტად ჩვენ ახლა მუშაობთ პროექტზე პოლონელებთან, 2 არასამთავრობო ორგანიზაცია და მთავრობა დაფინანსებს ჩვენთან რომ რესტორანი, ზაფხულის რესტორანი შექმნათ და უფრო მეტი მუშაობა იქნება და ასევე ეს გრემში? ხო, გრემში. სხვათა შორის იქიდან გამომდინარე რომ თქვენი პროდუქტები არის ბიოლოგიურად სუფთა, დარწმუნებული ვარ ეს რესტორანიც კარგად იმუშავებს. ძალიან საინტერესო ხო, აი საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობ, ეხლა თემი ფლობს 22 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, 6,7 ჰექტარ სერტიფიცირებული ორგანულ ვენახს, რომელიც თქვენივე ვენახებში დაკრეფილი ყურძნიდან ამ ყურძნიდან აწარმოებთ ღვინოს, რქაწითელს, საფერავს და კინძმარაულს. ასევე გაქვთ 680 კვადრატული მეტრის სათბური, ბაღი, ბოსტნები, სახაბაზო და ასე შემდეგ. სახაბაზო. დიდარი თემია საკმაოდ. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენ გისურვებთ რომ კიდევ უფრო განვითარდეს, რომ კეთილ საქმეს აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. და წარმატება მინდა გასურვებელს. დღეში ვიტყვე ამ ყველაფრის ხო, შესახებ. მე ჩემი მეგობრებისგან შევიწრე, რომელიც თქვენ ახმოვანებს თქვენს პრეზენტაციას.
ანუ სარეკლამო რგოლია ამას გულისხმობ. მაშინ გაიცემით დასაშულს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ დღეს საღამოს 6 საათზე ქარვასლაში საქველმოქმედო კავშირის თემი წარადგენს მის პროდუქციას, ხომ შეიძლება ასე ვთქვათ? კი, კაცო. ეს იქნება გამოფენა გაყიდვა და ისიც ძალიან აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ. სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კეთილი საქმისთვის. კიდევ უფრო წარმატებებს გამრავლდებით. ხალი ხარ. დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულებულია. წინ შაბათი კვირა გველოდება, მშვიდობიან შაბათ კვირას გესურვებ და ორ შაბათს რა თქმა უნდა კვლავ დავიწყებ 12 საათზე პირდაპირ ეთერში მუშაობას. დაგველოდეთ.